ძალიან მიხარია, რომ ესეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს. მეც შეძრების დაგვარად ვცდილობ, რომ ყველა შეხვედრას დავესწრო და დღეს მართლაც დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით ხედავ და ქართული ოცნების ახალგაზრდული დიალოგის გაგრძელებას იმის შემდეგ, რაც საქართველოს შემოვლას დაასრულებდნენ და ძალიან გამიხარდა, რომ აღნიშნეს ის ფაქტი, რომ არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს. ზოგადად ძალიან დაკანონდა სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში იარლიყების აკვრა ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით და დიალოგი არის ლოგიკა, სხვადასხვაობაში იბადება სიმართლე, იბადება ჭეშმარიტება. მე მართლა მყავს მეგობრები, რომლებთანაც ბევრ თემასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, მაგრამ ყოველთვის მსჯელობთ, ყოველთვის უსმენთ ერთმანეთს. თავარია საერთო ღირებულებები, საერთო ძვირფასი იდეები, როგორც შეიძლება იყოს სამშობლოს სიყვარული, აკავშირებდეს ადამიანებს და ამის შემდეგ შეიძლება მართლა რადიკალურად განსხვავდებოდეს მათი აზრი, მაგრამ უნდა იმსჯელონ ერთმანეთში, უნდა ისაუბრონ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ფორმატი ნელ-ნელა უფრო და უფრო ხშირ სახეს ღებულობს და დღევანდელმა შეხვედრამაც ამის დემონსტრაცია გააკეთა ზუსტად.